კარგი იქნებოდა თუ აი ეს დღეს ჩვენ ვაქცევთ სახალხო დღეთ და მთავარი მესიჯი ვეტერანების ამ დღეს იქნება 27 სექტემბერს რაღაც ახალი ქართული ტრადიციის სამეფოს შემოგვაქვს ესეთი წესი სასმელით ვართ მომარაგებული და გვინდა რომ ერთი ჭიქით დაისვას შეისვას ჩვენ დაღუპულ თანამებრძოლთა მოსახსენებელი და ასევე ჩვენი ხელით ნასროლი ტყვიით დაღუპულთა შესანიშნავად. აი ეს იქნება ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი შესანიშნავად. ანუ ბაზონია ეს იქნება ვაკის პარკში. აი მთავარი მესიჯი იქნება ღონისძიების. მთავარი მესიჯიც და გამოსურვილიც იქნება რომ შეისვას შესანიშნავად ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების მოსახსენებელი და ჩვენი ხელიდან მეომრების ნასროლი ხელიდან ნასროლი ტყვით დაღუპულთა შესანიშნავად. ეს იქნება ჩვენი ვეტერანთა ხელით აწეული სასმისი და ნათქვამი სიტყვა. რაც შეეხება საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერები მოვლენ. მათ რა თქმა უნდა პოლიტიკური კუთხით აქვთ უფლება რომ დობის აღდგენისათვის, ურთიერთპატივისცემის აღდგენისათვის, შერიგებისათვის თუ სხვადასხვა მიზნებისთვის თავის სათქმელი თქვან, მაგრამ ჩვენ გვჯერავს რომ მეომრები შეიძლება ვეღარ შევრიდდეთ. როგორც წესი ამ ხაზეთის პოლიტიკაა რომ ვინც იარაღით იყო ხელში ის ანუ ჩვენ ამის ილუზია არ გვაქვს და არც სურვილი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენც არა ვართ შეიძლება მსად, მაგრამ ის რომ შესანიშნავად შევსვათ და ქართული ეთელშობილება წარმოვაჩინოთ, ამის ძალა შეგვწევს და ეს იქნება მთავარი მესიჯი. ვუყურებთ რომ კატეგორიულად უნდა აიგზავნოს პოლიტიკური რამე სიტყვა კრიტიკული ამ ღონისძიებაზე. არავის არ აქვს უფლება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც თუნდაც დღევანდელ დღეს 24 სექტემბერს, როდესაც ვზივართ, ზუსტად ამ დღეს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიაც საუკეთესო ადამიანები ყველა ერთად, რომელიც სულხმისკენ საშველად მოიწევდნენ, მათ შორის ლევან თედიაშვილიშვილი, მათ შორის მარიკა თხელიძის მამა მომღერალის და ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო დაღუპული. და ბოლო საკითხი. აი თუ დააგვირდეთ ჩვენ განცხადებას, აბსოლუტურად კორექტულები ვიყავით. აღსრულებულთა ხსოვნისათვის არის ეს და არა მარტო სოხუმის დაღუპვის დროს დაღუპულთა აღსანიშნავი ღონისძიება. ამიტომ მომავალში ყველა საინფორმაციო საშუალების გაშუქებისას აი პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს, რომ არ უნდა იყოს მარტო სამშობლოსათვის შეწირული, არ უნდა იყოს მარტო 2008 წლის აგვისტოს დაღუპული. ძალიან კორექტული მიდგომა ჭირდება ამას. დამიჯერეთ. ასევე კიდე ერთი შენიშვნასავით მინდა ვთქვა. არც ერთი სიკვდილი ერთმანეთს არ გავს. არ შეიძლება 170 სიკვდილის გათანაბრება ერთიანად, ისევე როგორც არ შეიძლება სოხუმში დაღუპული ყველა სიკვდილის ერთიანად გათანაბრება. მე ცოტა ბევრს ვქადაგებ, მაგრამ ერთწლად მე იმდენი მაქვს ნანახი, რომ ამის უფლება მაქვს. ბრძოლის ველზეა სიკვდილის, ზოგი თავს არ დამცემია, ზოგი მშვენიერია. მე მშვენიერი სიკვდილებიც მინახია და აი აქაც ყოველთვის უნდა ვიყოთ თავს არ დამცემი სიკვდილიც უნდა წარმოვაჩინოთ ცალკე საინფორმაციო საშუალებები. თავს არ დამცემი სიკვდილი იყო დუბოვა ეროშაში, რაც მოხდა, როდესაც საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებსაც ეგონათ, რომ ბრძოლა დასრულდა და თითქმის ამოცანა მიღწეულია, სწორედ ამ დროს აღმოჩნდნენ თავს არ დამცემი სიკვდილის ხერხი, როდესაც თვითმფრინავმა დაბომბა. აი ეს არის თავს არ დამცემი სიკვდილი. არის შვენიერი სიკვდილი. შვენიერი სიკვდილები იყო, მაგალითად, როდესაც მე-4 ბრიგადის
ერთ-ერთი ბატალიონის 51 თუ არ ვცდები ბატალიონის მეთაური და მისი ჯარისკაცები შევიდნენ ჯარისკაცების დაჭრილების გამოსაყვანად. აი იქ შვენიერი სიკვდილი იყო. ამიტომ ამ სიკვდილის იმაშიაც მინდა აღვნიშნო, რომ აქაც არ მომწონს, რომ 170 სიკვდილი ყველა ერთნაირად თანაბდება და იქაც არ არის გამორჩეული, იმიტომ რომ ეს უფრო სწორი იქნება და უფრო ბუნებრივი იქნება. როდესაც ყველაფერს ვათანაბრებთ, ხალხში იწვევს ხელოვნურობის რეაქციას. ანუ ჩვენი ამოცანა კი უნდა გავაკრიტიკოთ, უფრო სრულყოფილი და უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ ეს ხსოვნისათვის მიძღვნილი ღონისძიებები. ამისთვის ვარ მე, იმიტომ რომ ისე ვიდაყი, მე ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას, იმიტომ მე დრო ყოფილა თქვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდები ხართ, არჩევანის წინაშე დავდექე რომელი მიცვალებული წამომიყვანა ჩემი ძმა თუ სხვა მიცვალებული, რომელსაც არც თუ ისე კარგად ვიცნობ. რომელი წამომიყვანა ადამიანი, რომელიც წუთი-წუთზე უკვე გარდაიცვლებოდა, თუ რომელიც შესაძლებელი იყო გადარჩენილიყო და მე ამ არჩევანის ზღვარზე გამევლია და ჩემი ძმის ცხედარი დამიტოვებია და სხვისი წამომიყვანია ეს როდესაც გაგრაში დავიკარგეთ და ჩავრჩეთ. ამიტომ ვაძლევ მე უფლებას და ჩემ თავს რომ ამისთანა შენიშვნები მქონდეს ხოლმე, იმედია მაშინ პრაიმ ტაიმმა არ მიწყინა მე ცოტა რომ გამოვედე. მართლა ვაძლევ ჩემ თავს, რომ მე ამ არჩევანის ზღვარზე გამევლია. გამევლია იმ ზღვარზეც, რომ იგივე იმ თვითმფრინავის ბიჭებთან ერთად ვიცოდით, რომ გაგრაში ჩვენ ყველა სიკვდილზე მივდიოდით, მაგრამ გავფრინდით. იცოდა იმ თვითმფრინავში ჯდომებმა, იმიტომ რომ 2 დღით ადრე ჩამოვარდა 21 რიცხვში კიდე ერთი თვითმფრინავი, ადლერი სოხუმიდან სოხუმი მოფრინავდა თუ გახსოვთ და ისიც ჩამ. იცოდნენ იმ ბიჭებმა, რომ ის თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა, მაგრამ მაინც ჩაჯდნენ და მაინც გამოფრინდნენ. ამიტომ გვაქვს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა, რომ სხვის გარჯას რაღაცას ვიწუნებთ და პრეტენზია გვაქვს. ნამდვილად და პირიქით. ფაქტოვანებას ვერ მალავ ხოლმე, როდესაც ვხედავ ახალ ინიციატივას თარიღებთან დაკავშირებით, გაკეთილშობილებასთან დაკავშირებით და არა პოლიტიზირებასთან დაკავშირებით. ჩვენ წვრილს მომავალში გვპირდებით, რომ შემოვიტანთ ხოლმე ყველა ამგვარ საკითხში, იმიტომ რომ ჩვენ ხო სიცოცხლეში და მშენებლობაში ხო არა გვაქვს პრეტენზია, რომ ვინმეს გავეჯიბროთ, ხო? ჩვენ ამ ვეტერანებს გვაქვს, რომ რაღაცეებში ჩვენ უფრო მეტი გვაქვს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ და ბოლო საკითხი. საქართველოს ლეგიონი არ არის მარტო წარსულში დარჩენილი ორგანიზაცია. მე გითხარით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანი და შევეცდებით, რომ ჯერჯერობით ისევ კეთილი სურვილით, თხოვოთ და სიმაღლიდან, როდესაც მინისტრიც ყოფილ ვარ და ვიცი, რომ სიმაღლიდან ხანდახან ატარავდება, როდესაც ქვევით იყურები, ეს გამოცდილებაც ამაქვს და კარგად არ ჩანს ეს ყველაფერი და დავანახო, რომ თუ საჭიროებაა გამამდიდებული ლინზებიც მივაწოდოთ, რომ დაინახონ ქვევით რა ტკივილია, რა პრობლემებია, რომელიც მოგვარებად შეიძლება. და ასევე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გვექნება განცხადებები კონსტიტუციასთანაც დაკავშირებით. სამხედრო აღმშენებლობის გაუმჯობესებასთან და განვითარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, ჩვენ კეთროვანი ვით შეგხედავენ თუ არ შეგხედავენ, ეს აუცილებლად იქნება. დიდი მადლობა თუ რამე შეკითხვა. ხო, დიდი მადლობა. 10 წელია ამ წიგნზე მუშაობა მიმდინარეობს. 270-მდე გვერდი უკვე დაწერილია. სხვაჩვენს საქართველოს ლეგიონის შექმნა ხელი შემიწყო, რომ უკვე ადრე თუ ორნი მუშაობდით. დღეს უკვე მეხმარებიან, ჩემთან ერთად მონაწილეობენ, ისტორიებს მახსენებენ, რუქების აღდგენაზე
მუშაობენ და ეს ციგნი აუცილებლად იქნება, მაგრამ რომც დასრულდეს ძალიან მალე არ გამოქვეყნდება, იმიტომ რომ მადანა არ ვიცი. შეფასებებიც არის, სამხედრო პოლიტიკური ანალიზია, ოპერატიული მოქმედებების თეატრია აღწერილი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა შეფასებები იქნება ამავდროულად ამა თუ იმ ოპერაციაზე, რა შეცდომები იყო დაშვებული, ან რა უკეთესად შეიძლებოდა. ამავდროულად არის ისევ აი რაც ეხლა ვთქვი, ყოველი სიკვდილი იქნება აღწერილი, იმიტომ რომ ისევ გეუბნებით, არც ერთი სიკვდილი ერთმანეთს არ გავს და ყოველი სიკვდილი იქნება აღწერილი. არა ისტორიული კუთხით, რომ იყო ესა და ეს, გმირულად დაიღუპა. არამედ ფსიქოლოგიური კუთხით, როდის იწყება სიკვდილის ზეიმი, როდის ამჟღავნებს ადამიანის სისუსტეს, თითქოს წინადგრძნობა აქვს. თითქოს წინადგრძნობა აქვს. ასევე ადამიანები არიან, სხვა ყველანაირი ადამიანი ვნახეთ ომში, იყვნენ მხტალები, იყვნენ მამაცები, იყვნენ თავგზარეულები, იყვნენ არაჯამთელებიც მათ შორის. იმიტომ იმ პერიოდში მთავარი მტერი თუ გახსოვთ, ნარკოტიკული საშუალება იყო. ყველა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება აღწერილი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რა როლს ასრულებდა და საიდან დაიდო სათავე ეს ადამიანის ზოგი ზნეობრივი წახდენა, ზოგის კიდე ახალი ადამიანებად წარმოშობა, გმირებად, ვაჟკაცებად და მამაცებად. ერთად. არა. იცით რა, არ მინდა რომ ეს ეგნე გახდეს ამ თაობისთვის მშელობის საგნად. აიც უფრო ახლოვებით არა, შავად მთლიანად არის დაწერილი, დაახლოებით 600 გვერდი დაწერილია. მაგრამ ეს იწერებოდა 2098 წლიდან. თქვენნაირი რეკორდერი მქონდა ნაყიდი და ესო წერდი და ვაგროვებდი და არ ვიცი. ძალიან მოგზაურობულად უყურებ ისევ ვიძახი საკუთარ თავზე საუბარს და საკუთარ როლზე და ამიტომ ეს კომპლექსი მაქვს და ჯერ არ გადამილახია ყოველ შემთხვევაში. თუ მანამდე ასაკიცხო მოქმედებს, თუ მანამდე უკვე 43-ის ვარ და დავიწყე, როცა ვიყავ 28 ასაკში დავამთავრე მე ჩემი კარიერა და ბიოგრაფია და ამიტომ ნახოთ ასაკ ბატონო ხო, ნუ ნახოთ. არა ეს ბოლო აქტიურობა იქნება ჩემი საზოგადოებრივი ეს როცა გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უნდა ახალგაზრდებს გადაულოცო საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა. ამის შემდეგ რაღაც ინტერვიუ იქნება და რაღაც. ეს იქნება აღსარება ალბათ უფრო. არ იქნება, რა თქმა უნდა, ისე რომ როგორც რამოდენიმე დაგვიტოვა საკუთარი თავის ქებათა ქებანი და ყველაფერში რომ იყვნენ. ბატონო არა მარტო შევარდნაძე, სამი განზომილება დაიწერა, ასევე უამრავი კიდევ სხვა, ეს არ იქნება ნამდვილად. ფაქტები იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ახსნა კონდეს მას. ახსნა და განმარტება, მაგრამ ცხოვრება